თებერვალში პოლონეთში სამშენებლო და არქიტექტურული საერთაშორისო გამოფენა ბუდმა 2025 გაიმართება, რომელსაც 25 ქვეყნიდან 650-ზე მეტი კომპანია დაესწრება. გამოფენაზე დასასწრებად მონაწილეებს ნაწილობრივი დაფინანსების მიღება და B2B შეხვედრების ორგანიზების პროცესში მხარდაჭერის შესაძლებლობა ექნებათ. როგორია კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება, დეტალებზე სასაუბროდ გვანცა გრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა სტუდიაში. გვანცა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში ამ ღონისძიებაზე ვისაუბროთ და შემდეგ უკვე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაშიც ნელ-ნელა შევიდეთ. რა ღონისძიება პოლონეთში? უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ გავაჟღეროთ თუ როგორ თანამშრომლობთ პოლონეთსა და საქართველოს შორის როგორ მიმდინარეობს ბიზნეს კავშირების განვითარება, ასევე ვთქვათ მხარდაჭერის პროექტები. რაც შეეხება თვითონ გამოფენას, ბუდმა, სამშენებლო და არქიტექტურული გამოფენა, მრავალი წელია უკვე ტარდება და ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა არა მარტო პოლონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. დაახლოებით 25000-ზე მეტი ვიზიტორი ყავს ყოველ წელიწადს. ძალიან 700-ზე მონაწილე ყავთ, როგორც გამოფენის, ასე ვთქვათ, მონაწილე კომპანია თავისი სტენდებით და რა თქმა უნდა, ეს არის დაახლოებით 4 კონტინენტიდან მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 47 ქვეყანა არის საშუალოდ რომ გავიანგარიშოთ, ეს რაც შეეხება ციფრებს და რა თქმა უნდა, ამ გამოფენას აქვს საერთაშორისო სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ პოლონური კომპანიები მონაწილეობენ სამშენებლო და დეველოპერულ დარგში, არამედ ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ევროპიდან, როგორც ვთქვით, ასე 4 კონტინენტიდან, მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო და თურქეთიდანაც. ძალიან საინტერესო იყო ამბავი, რაც ამოვიკითხე და არ ვიცოდი, ეხება თანამშრომლობას, რითაც მათ შორის ეს ღონისძიება ეხმარება დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც, რომ ჩავიდნენ, რაღაც სტენდები განათავსონ და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალბათ იმისთვის, რომ მათი ქვეყანა, მათი წარმოება კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ კომპანიას გააცნოს სხვადასხვა ქვეყანაში და ამაზე მინდა რომ მკითხოთ და საქართველოს შემთხვევაში ვის რამე კოდაა გამოყოფილი თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის ათვისება. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. როგორც გუგამახსენა ესეც მთავრო public private ეგრეთ წოდებული საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ნაწილია. ჩვენ წარმოვადგენთ მოგეხსენებათ პოლონეთის ეკონომიკის და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვეუწყებას, ოფიციალურად სავაჭრო კავშირების დამყარებას პოლონეთსა და საქართველოს ბიზნესებს შორის ჩვენი უწყება კურირებს საქართველოს და პოლონეთს შორის და ჩვენ ადგილობრივ გამოფენის ორგანიზატორ კომპანიებთან ინსტიტუციებთან გვაქვს თანამშრომლობა, მათ შორის ჩვენი სამინისტროც, სალკეს პოლონეთის როგორც ვახსენე ტექნოლოგიების და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ჩვენი უწყება ცალ-ცალკე მონაწილეობთ ჩვენი სტენდებითაც, გვაქვს ინფორმაციული სტენდები ამ გამოფენებზე, ასევე ვართ მნიშვნელოვანი ჩვენი პატრონაჟით ხორციელდება ესეთი ტიპის გამოფენები და მათ შორის ეს ბუდმა ჩვენი უწყებისას ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს აი ამ გამოფენას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია პოლონეთში. გვაქვს ესე ვთქვათ, როგორც საპატიო სტუმრად ვართ მიწვეული და ბუნებრივია ორგანიზატორებიც ჩვენ გვთავაზობენ ხოლმე ასე ვთქვათ მხარდაჭერის მექანიზმს და რა შემდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ადგილსამყოფელ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში მე საქართველოში, როგორც სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პოლონეთისა, ასე ვთქვათ, აქედან დავაიდენტიფიცირებთ ქართული კომპანიები, რომლებსაც აინტერესებთ პოლონური ბაზარი, როგორც შეიძლება იყოს საინვესტიციოდ, ასევე ასე ვთქვათ პარტნიორობის კუთხით, შეიძლება იყოს იმპორტი სამშენებლო მასალის, რაღაც სამშენებლო დარგში მომსახურების შემოტანის ექსპერტიზის კუთხით და ასევე შეიძლება პოლონური სამშენებლო სექტორში მოვაწე კომპანია დავაინტერესოთ პირობითად საქართველოში ინვესტიციის ჩადებით. რაც შეეხება პირველად არის შესაძლებლობა? პირველად არ არის სხვათა შორის, ჩვენ უკვე მეოთხე წელია, ჩვენი 2018-დან ვარსებობთ ჩვენ ასე ვთქვათ ეს ოფიციალური წარმომადგენლობა. 2019 წლიდან ფაქტიურად ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ქართული კომპანიები წავიყვანოთ ესეთი მხარდაჭერის პროგრამით, hosted by ERS პროგრამა ქვია. და ჩვენ ესე ვთქვათ ორგანიზატორები გვაწვდიან ხოლმე ინფორმაციას წინასწარ რომ გვაქვს შერჩევა ესე ვთქვათ კომპანიების როგორც ეს დედლაინი ეს ვერ ვიტყვი რომ არის ხოლმე განსაზღვრული ფონდების ამოწურვამდე ხდება განაცხადების მიღება ეხლა არის დიახაუსოთ რომ სანამ ვიდრე ფონდები ამოიწურება ეს ვთქვათ დაფინანსების საშუალება მანამდე შეუძლიათ კომპანიას მიიღო მონაწილეობა და როგორ კომპანიებს გამომდინარე იქით რომ თვითონ გვეუბნება გამოფენის სახელწოდებაც ძირითადად სამშენებლო დეველოპერული კომპანიები არქიტექტურული მიმართულებით
განხილვებით მოღვაწე კომპანიები, რომლებსაც შეიძლება განხილვქონდეთ საომალო გეგმებში, რომ პოლონურ კომპანიასთან დაიწყო ამ კუთხის და აი ამ დარგში მოღვაწე კომპანიებთან დაიწყო რაიმე ტიპის თანამშრომლობა. შესაბამისად, დაფინანსება გულისხმობს კომპანიიდან ერთი წარმომადგენლისთვის სრულად დაფინანსებას, მონაწილეობისას რაც გულისხმობს მათ შორის ავიაბილეთის დაფინანსებას, სასტუმროში განთავსებას, გამოფენის ტერიტორიის დაშვების ბილეთებს, ეს ფასებს ეგრეთ წოდებულს და იქ კეითერინგი იქ ადგილზე გამოფენის ტერიტორიაზე. თუ საუბარია მეორე წარმომადგენელზე კომპანიიდან, ესეთი წინადადებები უფრო ინდივიდუალურად განიხილება ხოლმე და რა თქმა უნდა, ესე ჩვენ ვერ ვიტყვით, ჩვენ უბრალოდ რეკომენდაციას ვწერთ, ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, არ ვართ მთავარი ორგანიზატორი ამაში, ჩვენ პარტნიორები და ვეხმარებთ. და შედეგია ამ ყველაფერს ევროპულ გამოცდილებაში საქართველოში ნაკლებად ხდება ასეთი რაღაცეები და რამდენად ეფექტურია თუ შევხედათ ევროპულ გამოცდილებას. ძალიან ეფექტურია იმ კუთხით, რომ ჯერ ერთი რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ცნობადობა იზრდება ასეთი ტიპის გამოფენების და წლიდან წლამდე ამ გამოფენით დაინტერესებულთა, როგორც ვიზიტორების კუთხით, ასევე გამოფენის სტენდის მფლობელთა კუთხითაც გაიზარდა რიცხვი, თვითონ ამ ბუდმას მაგალითად რა ვიღოთ და უფრო მზარდია ეს რა თქმა უნდა და ამ კუთხით მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს უკვე ძალიან კონკრეტული ეგრეთ წოდებული success stories წარმატების მაგალითები ქართულ და პოლონური კომპანიების თანამშრომლობის კუთხით. მაგალითად, თუნდაც 2024 წელს ჩვენ წავიყვანეთ, ანუ გასულ წელს ზუსტად, უკვე 3 პარტნიორობის კონკრეტული მაგალითი გვაქვს ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ძირითადად ეხებოდა ეს სამშენებლო პროდუქციის შესყიდვას ქართული კომპანიის მიერ, პოლონური წარმოებლის მიერ. რაც შეეხება ასევე ხაზგაუსვავ თანამშრომლობას ჩვენ აქაურ კომპანიებთანაც და აქაურ ინსტიტუციებთან, რა თქმა უნდა, რაც ხაზგასმელია, რომ ჩვენ ამას მარტო არ ვაკეთებთ, ბუნებრივია მეც ეს ვთქვათ, როგორც უწყება, ვითვალისწინებ ხოლმე და თანამშრომლობთ FIAPC ჯორჯიასთან, Property ჯორჯიასთან, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან და მათი წევრი კომპანიებთან, ესე ვთქვათ, ხდება ხოლმე ამ ინფორმაციის დაზიარებაც და თუ ვინმე გამოთვალს ინტერესს, ბუნებრივია ჩვენ მათთან ეს ვთქვათ, ჭიდრო კავშირში და თანამშრომლობით ვარჩევთ ხოლმე, ესე ვთქვათ, აი ამ გასამგზავრებელი კომპანიების ჩამონათვალს სიას, ბუნებრივია ეს უნდა იყოს ორივე მხრივ ინტერესი გამოხატული. 11-14 თებერვალი ეს არის თარიღი, როცა წელს გაიმართება და მივადევნებთ თვალყურს, როგორი იქნება თანამშრომლობა. მადლობა თქვენი დროისთვის და გაზიარებული ინფორმაციისთვის. კვანცა გრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.